Ladies and gentlemen, today we have a very ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ გვქონდა სასიამოვნო შეხვედრა და ძალიან კარგი შედეგები. ეს იმედს გვაძლევს, რომ დაუყოვნებლივ შევაჩერებთ საბრძოლო მოქმედებებს, რომლებმაც იმ მსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ადამიანებს სახლების დატოვება აიძულა. გვყავს დაახლოებით 300,000-მდე ლტოლვილი ორივე მხრიდან, 140,000 კამბოჯის მხარეს, 160,000 ტაილანდის. ვიმედოვნებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ანვარის მიერ ახლახან გამოცხადებული შეთანხმება შექმნის პირობას, რომ ორმხრივი დისკუსია მართოს, რათა დაუბრუნდეთ ნორმალური ურთიერთობების რიტმს და შევქმნათ საფუძველი მომავალი დეესკალაციისთვის. I would like to express my sincere სურს გულწრფელი მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრ ანვარის, ჩინეთის მთავრობასა და პრეზიდენტ ტრამპს კეთილგანწყობისა და შეშფოთებისთვის. დღეს ჩანს, რომ ტაილანდს სურს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა. ჩვენ სუვერენიტეტისა და ხალხის სიცოცხლის დაცვის პარალელურად ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტას, იმ გარანტიით, რომ ორივე მხარე წარმატებულად და პატიოსნად დაიცავს პირობებს.